არანაირი დიდი ექსპერტობა არ ჭირდება ამ განცხადების საკითხსაც, მიხვდებით, რომ ადამიანი მიედმოედება რაღაცას, ხო, მარტივად თქვათ, არ გვინდა აქ რაღაცა, არც დიდი ექსპერტული ცოდნა საჭირო, არც დიდი კომპეტენცია საჭირო, ადამიანი რაღაცას რო წერს, ნებისმიერი დარგის ექსპერტი რო იყოს, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქისთვის მეტნაკლებად ლოგიკაში მაინც უნდა იჯდეს, ხო, ეს წინადადებები და თქვენ ძალიან სწორად ახსენეთ, ხალბატონო დიანა, უпростоრად თქვით ესეთი რამე, რომ ხო, ნუ ძალიან გაუგებარი სტატუსი გახლავთ, იმიტომ რომ ვერ მიხვდები ადამიანის საბოლოო ჯამში რა. სატესტოს დროს ეს დაგეგმილი გათიშვა იყო თუ ამასობაში მესამე ავარიასთან გვაქვს საქმე? გეგმიური იყო, არ იყო გეგმიური. ხო, ელოდებოდნენ სუსმა გამოძება, საბოტაჟია, საერთოდ ვერ მიხვდები ვერაფერს. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ტოტალური კორუფცია, ტოტალური არაკომპეტენტურობა. სხვათა შორის ექსპერტებთან ჰქონდა კონსულტაციებიც და რამდენიმე ექსპერტ ესეთი მოსაზრებაც აქვს, რომ იმისკენ გამომდინარე, რომ თურქეთზე ექსპორტზე ელექტროენერგიის არის ზაფხულში ძალიან მეტად კონცენტრირებული ეს კარტელები, რომლებიც განკარგავენ მათ შორის საქართველოში ელექტროენერგიას და გასაგებია, რომ სახელმწიფო კი არ არის, ნუ ივანიშვილთან დაახლოებული ჯგუფებია, მათი ინტერესია, ორიენტაცია აბსოლუტურად ამ ექსპორტზე, აქედან ფულის შოვნა და არა საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგება და საქართველოს მოქალაქეების და ამ დროს ისინი განმიზნულად მიდიან ამ რისკზე, რომ შევა საქართველოში ესეთი მასობრივი გათიშვები მოხდეს. ესეთი აზრებიც არის სხვათა შორის ექსპერტულ წრეებში. მინდა მოგახსენოთ და რაც ძალიან, უფრო ლოგიკურად ჩანს ყოველ შემთხვევაში ეს მოსაზრება ჩემთვის ამ ექსპერტულ წრეებში მოარული ეს ინფორმაცია, ვიდრე თქვათ ის ადამიანები, რომლებიც ეხა ამ რაღაცებს იძახიან, ხო, რომ აი ვერ გაიგებ, უყურეთ, ეხა ვერც გავიგებთ რას იძახიან. ძალიან მარტივი არის ყველაფერი. ჩვენ რო ვიძახთ, რომ აღშენებლობის 9 წელი იყო და გრევის 14 წელიაო, სხვათა შორის თუ გახსოვთ რამდენიმე კვირის წინ თუ თვის წინ მთელი კამპანია იყო, როგორ გაბედა და ბატონმა ჰერჩისკიმ როგორ თქვაო ევროკავშირის ელჩმა, რომ აი რაღაც წარსულში და 90-იან წლებში დაბრუნებით ემუქრება ეს ყველაფერი საქართველოს და ქართულ ხალხსო. ეს არის 90-იან წლები. არტო სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების არ ქონა კი არ არის, ან რაღაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ან მედია საშუალებების რეპრესირება. და პოლიტიკური პატიმრების ასეთი რაოდენობა. აი ეს უკუნეთი რო არის ჩამოწოლილი და რო ითიშება და აგერ სხვათა შორის ადამიანები არიან, რომლებიც თუნდაც ახლა გადაღებაში იღებენ მოწლობას, მათ მითხრეს, რომ ჩვენ ვერ მოვესარით 90, ეხლა ხვდებით რას ნიშნავდა 90 წლები და რა სიხარული იყო 90 წლებში შუქი რომ მოდიოდაო. ის ხალხი, რომელიც დაიბადა, გაიზარდა 2000-იანებში, 2010-იანებში, რომელთაც 90 წლები არ უნახავთ, ეხლა მომსწრენი ხდებიან იმ უბედურებების, რაც მაშინ ხდებოდა, თავისი კრიმინალიზეობით, თავისი კორუფციის ზეობით და იმით, რომ ადამიანი უცბად ითიშება შუქი, არავინ არ იცის, ღმერთმა უწვის ეს რაღაც ჰიპოთეტიური მეცხრე ბლოკის გათიშვა, მაინც იძახდნენ, მაინც მეცხრე ბლოკი გაითიშაო. ეხლა მაგასაც ვერ იძახიან, საერთოდ არ უცით რა ხდება და უცბად ითიშება შუქი მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ყველაფერი შეწყდეს 21 საუკუნეში, რომ ეს პრობლემები არ ქონდეს, ამისთვის არის აუცილებელი ამ სისტემის დემონტაჟი და დღეს ნაცნობ მოძრაობა საუბრობდა ამაზე. საჭირო არის ის ტემპები, ის მუშაობის ხარისხი, ის მუშაობის ტემპები, რომელიც ქონდა ნაცნობ მოძრაობას და არა ეს დაღმასულის გრევის 14 წელიწადი რაც გვინდება ამ ყველაფერს. ერთ ინფორმაციას მივაწოდებ მაყურებელს, შემდეგ ნაცნობ მოძრაობას და იქ მიმდინარე პროცესზეც ვილაპარაკოთ. აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ავარია ენგურხეზე. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით ენგურზე მომხდარი სისტემური ავარიის გამო აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უწყების ცნობით ამ დროისთვის ელექტრომომარაგების აღდგენის პროცესი დაწყებულია მინენერგო, მოკლედ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს ამ ინფორმაციას. იმედი მაქვს ისევე ოპერატიულად, როგორც სუსი საბოტაჟის საქმეებს იწყებს, იარსებებს ერთი, ასე ვთქვათ, გენერალიზებული, არ ვიცი, ხაზი, სადაც გვეტყვიან რა ხდება. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ საქართველოში არ ვიცი, მე მგონი უნდა ყველამ აღიქვას, რომ ნაცნობ მოძრაობას დიახ, რომელსაც უხადნე, რომ აი თუმე რაღაც პრობლემები აქვს, ეს ყველა ხედავს, რომ მიხვდათ იმისა, რომ ამდენი გასაცდელის, ამდენი რეპრესიის, ამდენი კაცის დაპატიმრებისა დღეს ჩვენ ჩამოთვალეთ და მართლა რა ვიცი, წუთები არ გვიყო, ჩამოგვეთვალა რამდენი პოლიტიკური პატიმარი ყავს, ლიდერებიდან დაწყებული, ჩვენი წევრები დასრულებული. არსებობს ესე დუღილი, ამდენი პროექტი არსებობს, აი რეფორმების საბჭო არის ნაცნობ მოძრაობის ერთ-ერთი პოლიტიკური პროექტი. პირდაპირ ვიტყვი, რომელიც ნაცნობ მოძრაობას უკავშირდება, თუმცა გახლავთ პარტიაში არ მყოფი ადამიანების ჩართულობით შექმნილი ამბავი, ხო? ისინი იმ რეფორმებზე მუშაობენ, იმ იდეებზე მუშაობენ, რომელსაც ნაცნობ მოძრაობა დიახაც გამოიყენებს. ანუ საბოლოო ჯამში ეს გახლავთ პოლიტიკური პროექტი, რომელიც უკავშირდება ნაცნობ მოძრაობას. პოლიტიკური საბჭო არის მმართველი ორგანო, რომელიც არის ასე ვთქვათ, წარმომადგენლობითი ორგანო, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს და ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს, მაგრამ აღმასრულებელი ორგანო არის
მართლობითი საბჭო, რომლის ხელმძღვანელობას ამერჩეს არის ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისგებლობა, იმიტომ რომ არის ნაციონალური მოძრაობა ჩემთვის მთავარი ანტისაოკუპაციო ძალა ამ ქვეყანაში და ეს სტატუსი ჩემთვის ნამდვილად არის ძალიან დიდი პატივის და პასუხისგებლობის მატარებელი, რაც შეეხება განსხვავებას მარტივია, პოლიტსაბჭო არის, რომელიც ეხლა ყოველდღიურ რეჟიმში ვერ შეიკრიბება და რა თქმა უნდა ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს და ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს, აღმასრულებელი საჭიროა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს და იღებს გადაწყვეტილებებს და რა თქმა უნდა, ფაქტობრივად მენეჯერს, ასე ვთქვათ, მენეჯერული ფუნქციებითაც არის დაკავებული და ზოგადად აღმასრულებელი ფუნქციებით და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უძღვება საგარეო მიმართულებას, საშინაო მიმართულებებს და სხვადასხვა ანტიკორუფციულ მიმართულებებს და ასე შემდგომ და რეგიონალურ მიმართულებებს. ეს არის მართლობითი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია 8 ადამიანით და მათ შორის არის რეფორმების საბჭო, ეს არის პოლიტიკური პროექტი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული. ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანი უკვე გასული არის, ხედავთ, ანაკლიაშია, აპირებს მთელი საქართველოს შემოვლას, პოზიტიური კამპანიების წარმოებას, ახალი იდეების გენერირებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცხოვრების ავანგარდში უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა. თქვენი საბჭო, თქვენი ხელმძღვანელობა ამ საბჭოსი გაგრძელდება მხოლოდ 6 თვე და შემდეგ ისე წავა პარტიის ცხოვრება, როგორც რეფორმირების საბჭო გადაწყვეტს. თავმჯდომარის პოსტი და გენერალური მდივნის პოსტი 6 თვით გაუქმდა, თუ საერთოდ გაუქმდება? აი ამ კითხვებზეც გითხარით. კი ბატონო, არა, ნახეთ როგორ არის, ეს არის პოლიტიკური პროექტი. პოლიტიკური პროექტი გახავთ რეფორმების საბჭო. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ნაციონალური მოძრაობა არის ნაციონალური მოძრაობა. მას ყავს, რა თქმა უნდა, საკუთარი მართლობითი ორგანოები, ჩატარდება არჩევნები ყველა დონეზე, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე და არჩეულ იქნება შესაბამისი ხელმძღვანელობა. აქამდე მეც არჩეული ვიყავი დღეს ყრილობის მიერ და მადლობა ყველა ყრილობის მონაწილეს, ნამდვილ იდეალისტ მებრძოლებს, რომლებიც საკუთარი არ უწე ხა ზოგმა შეიძლება ბოლო კაპიკი გაიღო და ჩამოვიდა ხულოდან, ხელვაჩაურიდან, გურიიდან, არ მინდა რამე გამომრჩეს უამრავი, აი ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ თავისი ინიციატივით, თვით დინებით მოვიდა ეს ხალხი, გამომდინარე იქიდან რომ რა თქმა უნდა ისინი წევრები არიან, მაგრამ თვითონ იმიტომ მე ამას გულისხმობ იმაში, რომ არანაირი რესურსი არ დახარჯულა და ეს ხალხი თავისი ჩამოვიდა ასეულობით საქართველოს მოქალაქე პატრიოტი გაუტეხელი, რომელიც ატარეს დაკითხვებზე, გამოუშვეს სამსახურებიდან, დააყადაღეს, მაგრამ მაინც არიან მებრძოლები, ნაციონალური მოძრაობის ნამდვილი ლიდერები. და რა თქმა უნდა, მართლობითი ორგანოები შენარჩუნებული იქნება, თავმჯდომარეც ეყოლება ნაციონალურ მოძრაობას მომავალშიც. ეხლა მე ვატარებ, ასე ვთქვათ, მე ვასრულებ ამ მოვალეობებს, დროებით რაც არის ჩემთვის, რა თქმა უნდა, ნამდვილად აი გარდამავალ პერიოდშიც ძალიან საპასუხისმგებლო და ჩემთვის ნამდვილად პატივის ამბავი გახლავთ, ეს ამბავი დიდი პატივია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის არის მთავარი ანტისაოკუპაციო ძალა, რომელმაც უდიდესი რეფორმები გაატარა და უდიდესი წინსვლა განაპირობა ამ ქვეყანაში. ანუ 6 თვით ხართ თქო აპოზიციაზე გადაწყვეტავს. დიახ. ხო, არა, ამაზე საუბრობთ. ნახეთ, ეს არის დროებითი მართლობითი ორგანო. ეს საბჭო, რომლის ხელმძღვანელი შესაბამისად თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მე გახლავართ. 6 თვეში გადაწყვეტავს კვლავინდებურად ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი და წევრები, უпростоრად ნაციონალური მოძრაობის არათუ ამომრჩეველი, არამედ წევრები გადაწყვეტავენ, ვინ იყოს არა მხოლოდ თავმჯდომარის, არამედ მესმე სხვა თანამდებობების ხონდე. ჩვენ ამიტომაც ვატარებთ ამ რეფორმას, რომ ყველა ტიპის თანამდებობა იყოს არჩევითი და ნაკლები კითხვის ნიშანი კი არა, საერთოდ არ იქნება არც წუხილები და კითხვის ნიშნები და სპეკულაციისთვის სივრცეც არ იქნება. ადამიანები პირდაპირ აირჩევენ ხელმძღვანელ პირებს. ჩვენ დემოკრატიის სხვა სტანდარტი დავდეთ საქართველოში, იმიტომ პირველი დემოკრატიული რევოლუცია მოვახდინეთ. პირველად დემოკრატულად გადავეცით ძალაუფლება მშვიდობიანად და ეხლა ვაწყობთ აი ამ რეფორმას, ამ ცვლილებას, რომელიც არის აი მართლა ულტრათანამედროვე შეიძლება ითქვას, დასავლური საუკეთესო ტრადიციების გათვალისწინებით ჩვენი პარტიის მართვა, რაც საბოლოო ჯამში აი ამ ჩამყაყებულ კორუმპირებულ სისტემაზე, რომელიც არ ვიცი კრიმინალის და კორუფციის და უშუქობის და ყველაფერი უბედურების ზეიმს იწევს, აი ამ რეჟიმზე გამარჯვებით დაგვირგვინდება. ჯანსაღად დავამარცხებთ არაჯანსაღ წარმონაქმნს.